ძალიან მაგონებს ეს დაკავების სტილი კაბელების საქმეს და კაბელების საქმის დაკავებას, ჩემო საყვარელო ხალხო. მაშინ 10 წლის წინ ეს ოპერაცია ჩავარდა, არავინ არ გასცა, მაშინ ირაკლი ალასანია, უბრალოდ ალასანია პოლიტიკიდან გავიდა, 1000 რაღაცა ხრიკი მოუგონეს მის პარტიას. ხა დღეს რა ხდება? დღესაც აკავებენ ქვედა რგოლის ხალხს. მინისტრის მოადგილე, არა მინისტრი თვითონ, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, არამედ მინისტრის მოადგილე და შემდეგ შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი და თანამშრომლები. ეხლა შესყიდვების დეპარტამენტი რას აკეთებს? შესყიდვების დეპარტამენტი განკარგავს მილიონობით ლარს და ბუნებრივი არის ძალიან მნიშვნელოვანი დეპარტამენტი და ყოველთვის უნდა იყოს მაღალანაზღაურებადი და ყოველთვის უნდა იყოს ძალიან მოფრთხილებული. მე გამოვრიცხავ, რომ აქამდე აი ეს ინფორმაცია 2 წელი დასჭირდა ვინმეს, რომ რამე მოეკვია თავდაცვის სამინისტროში, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან სერიოზული განხილვის ქვეშ არის და ზედამხედველობის ქვეშ არის თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტი. რა ხდება დღეს რა მოხდა? დააკავეს ქვედა რგოლები, ეს არის ბურჭულაძე რო იყო თავდაცვის მინისტრი,